პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკა გახდა უფრო ძლიერი და ეფექტური, საფინანსო ინსტიტუტები უფრო სანდო და წარმატებული, გაიზარდა ექსპორტი, ბიზნესი გათავისუფლდა, ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდი ლარი და გახდა უფრო სოციალურად ორიენტირებული. ის ასევე საუბრობს, რომ სხვადასხვა რეიტინგებით საქართველოს ეკონომიკა დაწინაურდა, მსოფლიო ბანკის რეიტინგი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩამოგითვლით, რომ აქ ხალხის ეკონომიკის ექსპერტი, პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე თქვენ როგორ აფასებთ ამ ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ შედეგს, რაც 2 წლის თავზე გვაქვს ჩვენ. ეკონომიკაში ორი მთავარი საკითხია. ერთი ის, რომ ეკონომიკა არ არის, ასე ვთქვათ, ემოციური საზომებით გასაზომი კატეგორია, ეკონომიკაში შემზომავ ციფრებით და რაღაც ემოციური ფონი ამ თვალსაზრისით უნდა მოვიშოროთ. და მეორე საკითხი, ეკონომიკაში არ შეიძლება ცალსახად შეფასდეს, რომ ეს არის ცუდი, ეს არის კარგი. ეკონომიკაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან მოკლედ ვიტყვი, მოდით ასე ვთქვათ, დადებით და შედარებით ნეგატიურ მიმართულებებს. პირველი არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ბიზნესი განთავისუფლდა, ამაზე ითქვა და ამაზე არავინ არ დაობს, ბიზნესი არის როგორც სადედამიწა, ისეთ თავისუფალი, სახელისუფლებო ინსტიტუტების ტერორისაგან, ხელისუფლება აღარ ატერორებს და პირდაპირ ციხეში აღარ სვამს ბიზნესებს. მქონდა რეალური ეფექტი, აი თქვენი ინფორმაციით, მაგალითად პრემიერი ამბობს, რომ 2 წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარზე მეტი ბრუნვის მქონე გადამხდელების, ანუ მსხვილი გადამხდელების რაოდენობა 98-ით გაიზარდა და მათი ერთობლივი შემოსავალი 4 მილიარდ ნახევარი ლარი. აბსოლუტურად სწორი ციფრებია ამ თვალსაზრისით. ანუ ეს თქვენი აზრით სერიოზული მაჩვენებელია? მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ საქართველო გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ეს არის პრაქტიკულად უპრეცედენტო. მე არ ვიცი ვინ როგორ აფასებს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის საუკუნის მიღწევის ტოლფასი მიღწევა, იმიტომ რომ საქართველოს გაუჩნდა აბსოლუტურად განსხვავებული შესაძლებლობები და შანსები ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. ეხლა ის რამდენად მიღწევად ჩავთვალოთ ეს ყველას ხელისუფლების ბუნებრივია დაწყებულია ძალიან დიდი ხნის წინ, იმიტომ რომ ევროპასთან ასოცირების საკითხებზე პირველი სამუშაო ჯგუფები და მუშაობა ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობის დროს იყო. არა, ამაზე არ დავთ. ბუნებრივია, ეს არის კარგი და ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობები ქვეყნის ეკონომიკისთვის. მე ყველაზე დიდ საფრთხედ და ყველაზე დიდ პრობლემად ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით მგონია ის, რომ ქვეყანა მაინც ვერ ჩამოყალიბდა სწორი და რაციონალური საბიუჯეტო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოდ. ძალიან მარტივ რამეს 2013 წელს ჩვენ ბიუჯეტი გავარღვით. 2014 წლის 6 თვის მონაცემები შეუსრულებელი გვაქვს ჩამორჩენა, 2014 წლის 9 თვის მონაცემები შეუსრულებელი გვაქვს. ყველა, ასე ვთქვათ, ეკონომიკური პროგნოზით, წინასწარი პროგნოზით 2014 წლის ბიუჯეტი ჩავარდება. ანუ გარკვეული პრობლემები ტრადიციად იქცა ბიუჯეტის ვერ შესრულება. იცი რა, მე მგონია, რომ ეს არის პრობლემა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. იმიტომ რომ მაგალითად 2015 წლის ბიუჯეტში რაღაც ტიპის შეცდომები, რომელიც დაშვებული იქნა ხელისუფლების მიერ 2013 და 2014 წლის განმავლობაში საბიუჯეტო პროცესში, გარკვეული დოზით გამოსწორებული. გათვლებს ვერ აკეთებენ სწორად, თუ რატომ ხდება ეს, რომ ბიუჯეტი შესრულება ვერ სრულდება მარადიულად, ტრადიციულად უკვე ბოლო წლებში. აქ არის ეს არის სისტემური პრობლემა. შესაბამისად, მიზეზებით სისტემურია. პრობლემა არის ბიუჯეტის დაგეგმასთან დაკავშირებით. სწორად ვერ გეგმავენ? მოდით ასეთ რამას ვიტყვი. საქართველოში ბიუჯეტი ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური დოკუმენტი და არა როგორც წმინდა რაციონალურ გათვლებზე დაფუძნებული ეკონომიკური. კეთილსურვილებს წერენ ხოლმე, რომელიც არ არის რეალისტურია და ბოლოს აღმოჩნდება, რომ რეალისტურობა, ხო, გარკვეულწილად დაშორებული ვარ ჩვენ რეალურობისაგან. ამიტომ არ არის საგნებულად. ბატონო, შესწავლილი არ არის სფეროები და პირდაპირ რაღაცა. ანუ გარკვეული რისკები დათვლილი არ
არის ხოლმე, მაგალითად 2013 და 2014 წლის განმავლობაში დათვლილი და აწონილი არ იქნა ის შესაძლებლობა საზოგადოებისა, ხელისუფლებისა, ბიზნეს სექტორისა, რატვირთის აწევა შეგვეძლო. 2014 წელს ჩვენ პრობლემები ჰქონდა. რთული იყო ამის დათვლა ბატონო ლევან, აი ობიექტურად რთული იყო. მოდი სხვანაირად არაკვალიფიცირების ბრალია. არ არის არაკვალიფიცირების ბრალი, იმიტომ რომ ეკონომიკური გუნდის მინისტრები და მათი მოადგილეები ძალიან ბევრი პირადი ჩემი მეგობარია და მე ძალიან კარგად მე თავი შემიძლია დავდო მათ პროფესიონალებს. ბატონო, მაგრამ ფაქტი სახეზე პოლიტიკური ტვირთის და პასუხისგებლობის ფონზე რაც მართლ გუნდს აქვს აღებული. იგივე რაც საუბრობდით და რაც მოხსენებული იქნა გარკვეულ წარმატებად ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, ხო? ამ მძიმე პოლიტიკური ტვირთის ფონზე ძალიან ჭირს რაციონალურად დაგეგმო ბიუჯეტი. ეხლა ნახსენები იყო, უბრალოდ ამას მინდა ობიექტურად ვერ დაგეგმავთ. ობიექტურად შეიძლება დაგეგმო, მაგრამ მაშინ უნდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობა. ობიექტური გარემოებების გამო ობიექტურად ვერ დაგეგმავდნენ ისინი სწორად, ხო? ობიექტური გარემოებები დაგეგმავდნენ პოლიტიკური. მოდით ასე ვთქვა, ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდი. თქვენს ახსენეთ პრემიერმა თქვა, ხო? ჩემთვის ეკონომისტისთვის არ არის მნიშვნელოვანი ბიუჯეტი რამდენიც გაიზარდა. ჩემთვის მაგალითად ბიუჯეტში მნიშვნელოვანია საგადასახადო შემოსავლები, რამდენი ჩვენ ვეუბნებოდნენ წინა ხელისუფლების დროს, რომ აი ბიუჯეტი გაიზარდა და ძალიან დიდი მიღწევა. რის ხარჯზე? მთავარი არ არის ზრდა, მთავარი რის ხარჯზე. მთავარია რის ხარჯზე. აი კონკრეტული ციფრები. 2012 წელს 6 მილიარდ 600 მილიონი ჰქონდა საგადასახადო შემოსავლები. 2013 წელსაც იგივეა. და სამწუხაროდ 2014 წლის ბიუჯეტშიც, რომ დამთავრდება ყოველი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით 6 მილიარდ 600 მილიონი, 6 მილიარდ 700 მილიონი. ანუ ბიუჯეტი იზრდება არა საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე, არამედ იმ მაკორექტირებელი ფაქტორების ხარჯზე, როგორც არის შიდა ვალის თემა, რომელიც შარშან 600 მილიონი ავიღეთ, წელს 600 მილიონს ვიღებთ, მომავალ წელს 400 მილიონი უნდა ავიღოთ, საგარეო წყაროების გაზდის ხარჯზე და ასე შემდეგ. თავისთავად ვალის აღება ცუდი კი არ არის. პრობლემა არის ის რისთვის ვიღებ თვალს და რისთვის ვხარ. არასწორი რაღაცა. საერთოდ აი ბოლო 2 წლის განმავლობაში. საგარეო წყაროებთან დაკავშირებით შემიძლია ცალსაგეთ გითხრათ, რომ სწორი პოლიტიკა აღებული, იმიტომ რომ ყველა საგარეო წყარო არის მიბული კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებაზე და მოითვლი, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, მსხვილი საინვესტიციო პროექტების განვითარება არის მთავარი გამოწვევა და ეს არის ის, რაც შეიძლება გარღვევა მოახდინოს ეკონომიკაში. მაგრამ როცა ხელისუფლება მაგალითად 2014 წლის განმავლობაში 600 მილიონის აღებას აპირებს შიდა ვალის სახით, მე ამაში გარკვეულ საფრთხეს ვხედავ, იმიტომ რომ ეს არის ის 600 მილიონი და მომავალ წელს 400 მილიონი კიდე. ანუ ამ 2 წლის განმავლობაში ეკონომიკიდან ხდება 1 მილიარდი დოლარის ამოღება. ეს ის ფულია, რომელიც უნდა ეკონომიკაში კვლავ წარმოებას უწყობს ხელს და არა საბიუჯეტო დეფიციტის დასაბალანსებას. მოკლედ რეკლამა და რეკლამის შემდეგ თუ გაქვთ ბიუჯეტთან ამ თემებზე არავინ არ იცხოვრო. ხო, ყველა ჩუმად გისმენდათ, ისე საინტერესო თაობა. კი ბატონო, განეთა შემდეგ რეკლამა მინდა რომ ეს განსხვავება ეკონომისტებისა და ბიუჯეტის პოლიტიკოსები და ეკონომისტები განსხვავებულად უყურებენ. არჩეულებრივი ანალიზი იყო ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს იყო წმინდა ეკონომისტის ანალიზი, ცოტა ესეთი ლიბერალური მიმართულების ეკონომისტის ანალიზი. აქედან გამოდიხარ, მე მაგალითად ამას ვერ დავეთანხმები ამ ანალიზს, მე პრობლემად არ ვიმაჩნიე, თქვენც აღნიშნეთ, მაგრამ ვალს რო იღებ, თავარი რა არის? თავარი არის როგორ დააბანდებ ამ ფულს. შესაბამისად, ეს შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება ბიუჯეტი მოკლევადიან პერსპექტივაში გაიღოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ამან ძალიან ბევრი დადებითი შედეგი მოგიტანოს. მაგალითად, შენ შეიძლება დახარჯო ძალიან ბევრი, შეიძლება ვალი აიღო განათლება და საბოლოო ჯამში შენ მიიღო უფრო ისეთი განათლებული საზოგადოება, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება, რომელმაც საბოლოო ჯამში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა შეგიძლია. რეპლიკა შეიძლება. კი, როგორ არ შეიძლება. როგორ არის? რაც შეეხება ეს თანხები, რაც ამოღებული იყო კერძო სექტორიდან, ბანკებში უამრავი ფულია. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ბანკები მე მგონი თავს იკავებენ, რომ ეს ფული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ბანკებს აქვს ძალიან სუდი გამოცდილება, რაც მოხდა მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკაში, რაც მოხდა აგრეთვე ევროპასაც, რაც გადმოედო და აქედან გამომდინარე ესე მარტივად უკვე როგორც ვიცით, ცეცხლებს აღარ გაცემენ, თორემ ბანკებში ფული არ, ან კერძო სექტორში ფული არ, კერძო სექტორის დასაფინანსებელი ფულიც არის. ნუ ეს ბანკების გადასაწყვეტია შემდეგ ამ ფულს გასცემენ თუ არა, მე მგონი საპროცენტო განაკვეთები არ გაზრდილა ეგ ამ შიდა ვალის ამოღებით საპროცენტო განაკვეთებიც არ გაზრდია. აქედან გამომდინარე მე მაგ არგუმენტს ვერ დავეთანხმები. ერთადერთი
მაშინ ციფრები დაიწყება, რომ საგადასახადო შემოსავლები არ გაზრდილა შესაბამისად ბიზნესი არის ძალიან ძიმე ცვლილება იყო ესე იგი 1 ოქტომბერს ხო 2012 წლის 1 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ეს ერთი წელი ეხლა ძალიან ესეც ეხლა სუბიექტურია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ერთი წელი რო დავაკვირდეთ ხო ბიზნესი იყო ძალიან ინერტული, აკვირდებოდა სიტუაციას. ნელ-ნელა ეს ბატონმა ივანიშვილმა თავიდან დაგვიწერა ეს 4 წლიანი გეგმა რომ პირველი წელი იქნება ცუდიო, მეორე ნაკლებად ცუდიო ხო, მესამე წელი მოკლედ ბატონევას შემდეგ რეკლამა და შემდეგ უკვე დანარჩენ სტუმრებთან ბიუჯეტთან დაკავშირებით მე ერთი მინდა გითხრათ, რატომ ხედავ დიდ საფრთხეებს ბიუჯეტში? იმიტომ რომ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებამ, რომელიც თავისთავად არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური აქტი იყო, საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ მეოთხე კვარტალში ჩვენ ფულის დიდი მასა გავუშვით მიმოქცევაში, ამან ერთის მხრივ გამოიწვია ლარის დევალვაცია და მოხდა ინფლაციური პროცესის სტიმულირება. ამის დაჭერა ჩვენ 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში დაგვიჯდა 400 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვის სახით. მე არ მინდა რომ ეს გამეორდეს 2014 წლის ბოლოს. ეს ძალიან ძვირი გვიღის, იმიტომ ჩვენი ჯიბიდან გადახდილი თანხა. და მე ასე ვაყენებ საკითხს. მოდი პოლიტიკურად შევხედავთ ბიუჯეტს და მოდი გავარღვიოთ 2014 წლის ბიუჯეტი, შევინარჩუნოთ. თუმცა შემდეგ ოპოზიცია იქნება ძალიან კრიტიკული. ჩვენ დღეს ჩამორჩენა გვაქვს დაფინანსების კუთხით ინფრასტრუქტურულ პროექტებში ძირითადად 500 მილიონი. ჩვენ რო წელს ბიუჯეტი შევასრულოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მეოთხე კვარტალში გეგმით გათვალისწინებულზე კიდევ 546 მილიონით მეტი ლარი უნდა დავხარჯოთ. ეს არის პირდაპირი დარტყმა ლარის ყიდულობით უნარზე და ამას დაჭირდება კიდევ დამატებითი სავალუტო რეზერვი. ავიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ წელს ბიუჯეტის შესრულებას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თქვენ როგორ ეკონომიკურ არ ვიცი მე მოგეძე პოლიტიკური პასუხისმგებლობა შემდეგ ბიუჯეტზე კარგით რეკლამა და რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ